მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქართულ ბიზნეს და პოლიტიკურ სამყაროში ერთ-ერთ გახმაურებულ პიროვნებაზე, მამუკა ხაზარაძეზე. რა გზა გაიარა მან დღემდე და როგორ იშოვა მილიონები, რატომ დააკავეს იგი და რა უთანხმოება აქვს ბიძინა ივანიშვილთან. გამოიწერეთ არხი მეტი საინტერესო ვიდეოსათვის, ახლა კი დავიწყოთ. მამუკა ხაზარაძე 1966 წელს დაიბადა თბილისში. იგი გახლავთ ინჟინერი, წარმატებული ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, რომლის კარიერაც აერთიანებს ტექნიკურ განათლებას, ხანგრძლივ ბიზნეს აქტივობებსა და აქტიურ პოლიტიკურ ჩართულობას. 1988 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მექანიკა-მშენებლობის სპეციალობით. შემდეგ მუშაობდა საპროექტო ტექნოლოგიურ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. იყო ფირმა სანსის დირექტორი და 1991 წელს გახდა TBC-ის ბიზნეს ცენტრის პრეზიდენტი. მისი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 1995 წელს საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის, ახლანდელი დაიდიეს ბორჯომის დამფუძნებლობა. იგი ამ კომპანიას 1994-2004 წლებში პრეზიდენტობდა. იმავე 2004 წელს შექმნა Georgian Reconstruction and Development Company. 2007 წლიდან იყო Lisi Lake Development პროექტის ხელმძღვანელი. 1997 წლიდან 2004 წლამდე კი მუშაობდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად. 1992 წელს დაიწყო TBC ბანკის განვითარების ეპოქა. მან დააარსა TBC ბანკი, რომელიც გაზრდილი მასშტაბით გახდა ერთ-ერთი უმსხვილესი საქართველოში. 2014 წელს ბანკმა ლონდონის საბირჟო კვლევა ჩაატარა და მიაღწია $640 მილიონ შეფასებას. 2016 წელს კი ლონდონის მთავარ სიაში იქნა შეტანილი. ამავე წელს მან მიიღო წლის მეწარმის ქართულენოვანი წოდება, მანამდე კი 2010 წელს საერთოდ მიიღო პრეზიდენტის მთლიანობის ორდენი. პოლიტიკაში მამუკა ხაზარაძემ 2019 წელს გადადგა ნაბიჯი და დეკემბერში დააარსა პარტია ლელო საქართველოსთვის, ცენტრისტული პარტია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ევროპული ინტეგრაციის და ეკონომიკური რეფორმების მომხრეა და რომლის თავმჯდომარეც გახდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგი გახდა პარლამენტის წევრი მე-18 მოწვევით. თუმცა მოულოდნელად 2021 წლის ნოემბერში კომპრომისის გამო მოუწია წასვლა. ამავე პერიოდში იდგა ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტის დაფინანსების და განვითარების სათავეში, თუმცა ეს პროექტი დღესაც ბურუსითაა ამოცული და დიდ საიდუმლოებებს ინახავს. ხაზარაძის პოპულარობაში დიდი წვლილი მიძღვის ბიზნესში მიღწეულ წარმატებებს, გაეროს სამოქალაქო და საერთაშორისო რეპუტაციების ამაღლებასა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას. ამ ყველაფერმა კი მას საზოგადოებაში სახელი გაუთქვა. მიუხედავად ამისა, მამუკა ხაზარაძეს უკავშირდება როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი წინააღმდეგობები. მას და მის პარტნიორს ბადრი ჯაფარეც 2019 წელს ფულის გათეთრების ბრალდებით დაექვემდებარათ გამოძიება. 2022 წელს კი პირადად დაეკისრა თაღლოდობის ბრალდება. სასამართლომ მათ 7 წლის თავისუფლება აყვეთა მიუსაჯა, თუმცა ვადის ამოწურვის გამო რეალურად არ დაპატიმრებულან. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებული და სასამართლო პროცესი კი მიუღებელი უწოდეს. საბოლოოდ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარეც 8 თვიანი პატიმრობა მიიღეს და 2 წლით შეუზღუდეს საჯარო თანამდებობების დაკავება, ანუ ფაქტობრივად მოუსპეს პოლიტიკაში პირდაპირი ჩართულობით აქტივობის საშუალება. თუმცა სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა მათ შეწყალება გამოუცხადა და გაუქმდა 2 წლიანი ბარიერი, რაც მათ საშუალებას მისცემს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლებით ისარგებლონ. ხალხის თავისებურების და საზოგადოების ნაწილის აზრით, მამუკა ხაზარაძე არის ევროპული ღირებულებების, თავისუფალი ეკონომიკისა და ბიზნეს ემანციპაციის სიმბოლო. მეორე მხრიდან კი იგი არის უბრალო მევახშე, რომელსაც ფულის გარდა სხვა არაფერი აინტერესებს. მამუკა ხაზარაძეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცუდი ურთიერთობა აქვს ქართული ოცმედის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან. ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად მამუკა ხაზარაძის დაკავება ბიძინა ივანიშვილის პირადი მოტივებით განხორციელდა, რაც არაა აზრმოკლებული, თუ გავითვალისწინებთ მათ დაძაბულ ურთიერთობას. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონა ვიდეო, მაშინ გამოიწერე არხი და დაალაიქე ვიდეო. მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.